დამეხმარეთ რომ ავიდე 835 გამომწერზე. გამოიწერეთ რა ჩემი არხი ვწვალობ და ისე editing-შიც ვწვალობ და ბოლოს გოგო ვარ. ეს შავი ხუმრობა იყო. ფემინისტი ვარ. აღარ შეგახსენებთ რომ ვიდეოც უნდა დაალაიქოთ და უნდა გამოიწეროთ რაღაცა. თქვენ გადაწყვეტეთ გინდათ არ გაძალებთ. კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი გთხოვთ. იმიტომ რომ მე ვკითხულობ და ვერთობი. დღეს ვისაუბრებთ დედპულზე, დღეს ვისაუბრებთ ჯასტინ ბიბერზე, დღეს ვისაუბრებთ ბიონსეზე და კი ისევ ჯასტინ ბიბერზე. იმიტომ რომ ისეთ სიტუაცია ეხა ჯასტინთან მიმართებაში შეიძლება კეინი ვესტიც ვახსენოთ დღევანდელ ვიდეოში, ამიტომ მოდი დავიწყოთ. რა შუაშია დედპული? რატო საიდან დედპული? დედპული არის ჩემი საყვარელი გმირი. და ვერ წარმოვიდგენთ რა მოხდა. Ryan Reynolds არის მსახიობი, რომელიც თამაშობს დედპულის როლს. აი ეს პიროვნება არის. და სამწუხაროდ ესეთ რაღაცა გაირკვა, რომ დედპულის ახალ ნაწილში მოკლედ მის ბავშვს მიაღებინა მონაწილეობა და გადაიღო 7 წლის გოგო ბავშვი დედპულის ფილმში. რა უნდა 7 წლის გოგო ბავშვი დედპულის ფილმში? არ ვიცით, მოდი გავარკვიოთ. ბავშვს ჩაწერაზე 70-დან 500 ჯერამდე ათქმევინეს ერთი და იგივე ტექსტი. 70-დან 500-მდე, იმიტომ არის ესე ციფრი, რომ რაღაც ნაწილი სიტყვის ჩაიწერეს, რაღაც ნაწილი ტექსტის ჩაწერეს და რაღაც ნაწილი მერე ჩაწერეს. 70-დან 500-მდე გამეორებინეს ბავშვს მამაკაცის სასქესო ორგანოს სახელი. 7 წლის ბავშვს, საკუთარ შვილს. წარმოიდგინეთ 7 წლის გოგო, რომ 500 ჯერ იმეორებს ცუდ სიტყვას. საკუთარი შვილი როცა მიიყვანა გადაღებაზე, რამოდენიმეჯერ რომ ბავშვმა თქვა ეს წიანდადება და არ ჩათვალეს კარგნად თქვამად, მამა დაემუქრა რომ სხვა ბავშვს მოიყვანდნენ და სხვას გადაიღებდნენ მის მაგივრად. ბავშვს ეწყინა, სემლები მოიწმინდა და შეუდგა და 500 ჯერ თქვა ძალიან ცუდი სიტყვა. დედპული ძალიან მიყვარს და ვიცით თქვენც კი ყვართ და მსგავს რაღაცას არ ველოდი. შეეძლოთ რომ კომპიუტერით გაეკეთებინათ ბავშვის ხმა ბოლოს და ბოლოს. ან თვითონ ბავშვი დედპული კომპიუტერით გაეკეთებინათ, ხო? რასაც რო იყო რომ ნამდვილი ბავშვი გადაიღო, მით უმეტეს მისი შვილი, ძალიან ცუდია. დროა რომ სამყარო გამოფხიზლდეს და #SaveJustinBieber ან გადავარჩენთ ჯასტინ ბიბერი დაიწეროს იმისთან მიუხედავად რომ სრულად არ მაინტერესებს ეხლა ვისთან არის და გულში ვის ყავს და ვისზე ფიქრობს არ მაინტერესებს. მე ვდარდობ მის ჯანმრთელობაზე. რატო ვდარდობ მის ჯანმრთელობაზე? ალბათ კარგად იცით ლაივებში შემოვიდა. ალბათ ვიდეოს ჩავსვამ რა მდგომარეობაში იყო. უცებ ჩავერთვები, ეხლა მოვუსმინეთ ex Justin Bieberis სიმღერის, რომელიც ლაივში ქონდა ჩართული და I can take a pistol Benny ამბობს თუ მეჩვენება. ანუ მე შემიძლია იარაღი ავიღო Benny. What? Oh gosh. საშინელი მუსიკა იყო ამავდროულად, ალბათ თავისი მუსიკა იყო ახალდაწერილი და ძალიან არ მომეწონა. ეს კაცი არის უკვე მამა. რო დავანებოთ ყველაფერს თავი ამ სელინას და ჰეილის დავანებოთ თავი ერთ წუთს. ეს ადამიანი ახლა არის მამა. ყავს პატარა ბავშვი. და ყოველ დღე ყენებს ნარკოტიკს. ცუდს, რომელიც მის ფსიქიკაზეც მოქმედებს. და ეს ყველაფერი ვიდეოებში ეტყობა და ვიდეოში რაც არ ეტყობა, სურათები უდევს, როგორ მოიხმარს მაგ ნარკოტიკს. და რატო თქვი წეგან Save Justin Bieber? გადავარჩენ Justin Bieber, იმიტომ თქვი რომ Britney Spears-იც რაღაცნაირად მაგ მდგომარეობაში იყო და Save Britney რო გავრცელდა, მერე მიექცა ყურადღება მის ჯანმრთელობას და მის მდგომარეობას და P Diddy-ის ამბავი რაც გავრცელდა და რაც დაიჭირეს P Diddy, იმის მერე აქვს Justin-ის ესეთი მდგომარეობა, ცუდი მდგომარეობაში არის აშკარად და მოკლედ რატო ვამბობ ამას, ნახეთ.
რაც PDD დაიჭირეს, ამოტივტივდა აი ის კადრები, როდესაც ჯასტინს ესაუბრებოდა პატარა ჯასტინს და უნებოდა რომ 48 საათი ჩემთან და გაატარო, აი მსგავსი რაღაცები რომ ამოტივტივდა, ყველა ადამიანმა გაიგო, რომ ჯასტინი იყო ძალადობის მსხვერპლი PDD-სგან. ალბათ გონებაშიც ამოუტივტივდა ის კადრები, ის დრო სამწუხაროდ რაც გადაიტანა და მაგიტო არის ეხლა ესეთ მდგომარეობაში. ამას დამატებული ჯასტინი ძალიან ხშირად დებს თუფაკის სურათებს თორზე. მოგეხსენებათ თუფაკის მკვლობაც PDD-ს ბრალდება და სულ ტყუილადაც არდებს, ანუ რაღაცის მინიშნება უნდა ან რაღაცას არ ვიცი. ხშირად დებს თორებს და ბოლოს თორი ისეთი დადო, ბოლო რა აი ამ ბოლო დღეებში რაც ატვირთა, იყო აი ეს. ანუ გოგონებიო, როცაო ინიშნებიანო, მათ ბეჭდებსო სულ ესე აჩვენებენო რა, ახლოდანო. რითაც ხაზი გაუსვა სელინა გომესის საქციელს, ხო? იმიტომ რომ თავისი ყოფილი შეყვარებული დაინიშნა და დადო ბეჭდის სურათი, მაგრამ baby 6 წელი არის უკვე გასული. მამა გახდი და 6 წლის წინანდელ შეყვარებულს რაღაცნაირად დასცინი ინტერნეტში. იუ. მაგრამ ისეთ მდგომარეობაში რომ არაფერი არ მიყვირს. ასევე მესამე ინფორმაცია, ახალი ბრენდი შექმნა. აი ბოლო ვიდეოს მე რამდენივე მოხდა. ახალი ბრენდი შექმნა, მისმა ცოლმა დაანფოლოვა და დააბრალა Instagram-ს, რომ Instagram-ის გლიჩი იყო. ესე ხან შლიან, ხან ამატებენ ერთმანეთს და Instagram-ს აბრალებენ. ძალიან უცნაურია. Okay, anyways, მოკლედ ახალი ბრენდი შექმნა ჯასტინმა. ახალი ბრენდის სახელი არის Sky. და აშკარად Kanye West-ის გავლენები იგრძნობა, იმიტომ რომ დავინახე პირველი სურათები ამ ფეხსაცმელების. მეთქი Kanye West-ს მოპარა. ეხლა რა თქმა უნდა გამოვა Kanye West-ი და დაუწყებს Justin Bieber-ს, ეხლა ეგუნდოდა Kanye West-ის გადაკიდება უნდა და კიდე ამას გადაიკიდებს უეჭველი, მე ვიცი, გადაიკიდებს. ამ ბრენდის რეკლამაში ის წვავს რაღაც ერთ შენობას, რომელშიც არის მისი ძველი ბრენდი, Drew House-ი თუ რაღაცა იგულისხმება და გამოდის, ანუ ეს შენობა იწვის, მე ეს მოდის, კოცნის თავის მეუღლეს Hailey Bieber-ს და ბავშვის ეტლი მიყავთ და მიდიან რაღაც ახალ შენობაში შედიან. შეიძლება ის იგულისხმო, რომ ახალ ცხოვრებას იწყებს. რაც ძალიან კარგია. მაგრამ ყოველ დღე თუ უნდა გააგრძელოს ნარკოტიკის მოხმარება, შემდეგი დიდი თემა არის პოპ მუსიკა. და რატო მინდა რომ ამ თემაზე ვისაუბრო? დღევანდელი თაობა, ძირითადად ალბათ ახალი თაობა. Billie Eilish-ს უსმენს და Charli D'Amelio ვინაა? რა დომელიო? საიდან დომელიო? საბრინა როა, ხო იცით მომღერალი? ძალიან ლამაზი გოგო როა ეს. დღევანდელი პოპ მომღერლები განსაკუთრებით საბრინა. გონი მე მისი ორი ჰიტი ვიცი, ესე განაგონი მაქვს. უბრალოდ მე მის კონცერტებიდან რაღაც ამონარეთ ვიდეოებს ვნახულობ და მე არ ვიცი. ნამდვილად არასრულწლოვნების რაღაცები ხდება მის სცენაზე. გინდა ვიღო Spicy, რავი. ერთადერთი იყო ნიკი მინაჟი, რომელსაც შედარებით ღია და გახსნილი მოძრაობები, ცეკვები და ტანსაცმელი ახასიათებდა, იმიტომ რომ რეპერია, თან ქალი, თან ძალიან ლამაზი. Okay, დავანებოთ თავი ამ ყველაფერს. უბრალოდ რის თქმა მინდა ნახეთ. ნიკი მინაჟი თუ ეგეთი იყო, ნიკი მინაჟის კონცერტზე პატარა ბავშვები არ დადიოდნენ და საბრინას კონცერტზე ძალიან ბევრი პატარა მცირეწლოვანი დავინახე და ყველაზე მთავარი ტანზე გახდა, აი როგორც კი მომღერალი ტანზე იხდის და ვაუ, yes! ანუ რა ვაუ. მე მივიდე Beyoncé-ს კონცერტზე და ტანზე რო გაიხდეს ვიკიულო. ანუ Beyoncé-ს კონცერტზე იმიტომ მოვიდა რომ მოусმინო მაღალნოც რო აიღებს, ხო? Yes, შეიძლება რომ რაღაცა ვაუ თქვა. მაგრამ კივილი ან Billie Eilish რო ესე თვალს ჩაუკრავს ესე კამერას
თვალს ჩაუკრავს და ინგრევა დარბაზი. ოპა, კამერას თვალი ჩაუკრა. არ მესმის და ალბათ ვერცერასდროს გავიგებ ახალ პოპკულტურის რაღაც სკილებს. ის რაც ახლა პოპკულტურაში ხდება, მხოლოდ გარყვნილ და ხელოვნება საერთოდ აღარ არის. აი ამის აღნიშნა მინდოდა. და ალბათ მიმიხვდით. მე მხოლოდ ქალებს არ გულისხმობ, კაცებსაც გულისხმობ. ერთ-ერთი არის კრის ბრაუნი და ბრუნო მარსიც ხოდაშორის ბოლო დროს ძალიან ისეთ რაღაცებს დგავს სცენას, მაგრამ უფრო აი ანუ საბრინას რო ეტყობა, ისე არც ერთს არ ეტყობა ეხლა ასეთი რაღაცეები. უბრალოდ ყურადღების მიქცევა, ნიჭით რომ მიიქციოს ყურადღება. ოკეი, მიქცია ნიჭით ყურადღება, მაგრამ მგონი არ არის საჭირო პოზები. ჩემი საყვარელი მომღერალი ქალი არის ბიონსე, რომელიც დღევანდელობაშიც ანუ 2025 წელსაც ძალიან მაგარ სიმღერებს წერს. ვერ ვიტყვი რომ რაღაც გაბანძდა, არა, მაგას ვერ ვიტყვი. მისი ნიჭი, მისი ხმა. აი, ყველაფერი აბსოლუტურად მარტო ცეკვა რო ავიღოთ. დემ! ძალიან ნიჭიერია. ასევე მინდა აღვნიშნო ახალი მომღერლებიდან, ახალი აღმოჩენილი მომღერლებიდან Ray. ეს გოგო, ვინც არიცით, ძალიან მაგარი მომღერალია. Amy Winehouse-ია ახალი თაობის. Beyonce და Jay-Z-ს ყავთ ტყუპები. და ამ ტყუპებს იშვიათად აჩენენ კამერებთან და ნორმალურია, იმიტომ რომ ბავშვები არიან ძალიან პატარები. კეინოსმა შორწყობა მიაყენა ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხებს. და გადაიმტერა Jay-Z-ს და Beyonce-ს. ბავშვების შორწყობა ზედმეტი იყო. ეს ამოუჭრა მას არ ვიტყვი, რაც თქვა, არ ვიტყვი. ვისაც გაინტერესებთ, უბრალოდ ნახავთ. მე არ მინდა რომ ეს თქვა. რა მინდოდა მე თქვა ასევე Beyonce-ზე. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ადანაშაულებენ რაღაც შავ საქმეებში და მე არ გამოვრიცხავ. სრულიად არ გამოვრიცხავ, რომ ეს ქალი არ იყოს ჩართული რაღაც საქმეებში. ვამბობ, რომ შესაძლოა იყოს ჩართული. თუმცა ის შრომა, რა შრომასაც ისდებს, რა ოფსაც ის ხრის, მთელი ცხოვრება, რა დონეზე მიიყვანა საკუთარი კარიერა, რამდენად განვითარდა. შესაძლოა ეს Jay-Z-ის დახმარებით იყოს და Jay-Z-ის გვერდით დგომით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიმღერა აქვს მიწყვნილი საკუთარი ქმრისთვის. რაც კარგია, იმიტომ რომ უყვარს ეთყობა საკუთარი ქმარი და რატომ უნდა უყვარდეს რო. შეიძლება ჩვენ არ მოგწონდეს Jay-Z, მაგრამ რო იცოდეთ რეპერებში ყველაზე მაღალი ინტელექტი აქვს Jay-Z-ს, რო იცოდეთ რეპერებიდან. ეს ინფორმაცია რამდენად დადასტურებული არ ვიცი, მაგრამ სოციალურ ეს არის გამოქვეყნებული ინფორმაცია. ოდნავ სელინასაც და ბენისაც შევეხები, რახან ჯასტინი ვახსენი, აუცილებლად მოყვება ამორს. აუცილებლად მოყვება ჯასტინ საჩუქრად სელინა და ბენი. სელინას და ბენის ახალი ინტერვიუ დაიდო და აი აქ არის დავდებ აუცილებლად. აუცილებლად უყურეთ. თუ შეყვარებული ყავთ, გაუგზავნეთ. რომ ნახოს როგორი უნდა იყოს კაცი. როგორ უნდა ფიქრობდეს და როგორ უნდა მშევლდეს კაცი. ნამდვილი კაცი. შესაძლოა დავარქვა ლექცია. ლექცია წაიკითხა ბენი ბლანკო. როგორ მოიგო სელინას გული და დღემდე რას აკეთებს იმისთვის, რომ სელინა თავის ცოლი იყოს ბენიერი. ისევ და ისევ აშეიმინგებენ ბენის 2025 წელია. და ადამიანს აშეიმინგებენ იმის გამო, რომ ლამაზი შეყვარებული, ლამაზი ცოლი ყავს. ერთი იდეა მაქვს, რომ Instagram-ი გავხსნა ცალკე თქვენთვის, სადაც ამ ვიდეოებს დავდებ, short-ებს, reels-ებს დავდებ ამ ვიდეოების. ან Telegram ჯგუფი გავხსნა და Telegram-ზე შევიკრიბოთ ყველა. ის რაღაცები გვაინტერესებს და რა ვიცი, სიახლეები ჩამიყარეთ, ან მე ჩავაგდებ. ასაც რაღაცებს დავდებ, იმიტომ რომ ყოველდღე გიკავშირდებით და იქ შეიძლება რომ რაღაცები გავავრცელოთ, რაღაცებზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, თუ სურვილი გაქვთ, კომენტარებში დამიწერეთ
და რატომღაც ბოლო პერიოდში მომინდა რომ შესაძლოა ლაივ სტრიმები გავაკეთოთ, ფილმებს უყუროთ ერთად რა სიტყვით. YouTube-ი მომცემს მაგის უფლებას ნეტა ეკრანი რო გავაზიარო და თან მეც გამოვშვები კუთხეში, იმედია მაგის გამო არ მიმაბლოკავენ. იმედს ვიქონებ. დიდი ბოდიშით რო ვიდეო ვერ დავდე მის დროზე, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად არ ვიყავი მზად, არ ვიყავი გაწონასწორებულ მდგომარეობაში და ეხლა ვარ. Shine bright like a diamond. უი, ხო. რიანას ქონდა ხო ესე? დაინტერესებთ თუ არა რონალდოს და მესის ვიდეო. არც ერთის ფანი არ ვარ, სულ ფეხებზე მგიდია ორივე. და თუ გაინტერესებთ უბრალოდ რაღაცა არა ხო ვიცი რა მოხდება. ვერ ვიტყვი. მე რო ეხავ თქვა რომ რომელიღაცა უფრო მომწონს და რომელიღაც ოჯახი უფრო მომწონს ვიდრე ერთის, აქ წამოვა ტალღა, ცუნამი. აღარ ჩავწერ რონალდოს და მესიზე. არა და რა